მოგესალმებით. რეალური აქცენტები იადან ელიასთან და დავით გალეგაშვილთან ერთად, რომელიც გახლავთ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი. დიდი მადლობა ბატონ დავით თქვენ. ჩვენი დღეს წაუძღვებით გადაცემას. გადაცემა არის ძალიან საინტერესო თქვენი კითხვების და თქვენი სურვილების მიხედვით შერჩეული. ეს არის ვინ იყო საქართველოს სამეფოს დიდი მოხელე, ერისთავთერისთავი, ამირა, თამარ მეფის მეჭურჭლე თუხუძე აბულ ასლანი და რა აკავშირებდა მას თამარ მეფის გათხოვებასთან. სწორედ აი ამით უმალ თემებს გაშლის დღეს ბატონ დავითი და მეც სიამოვნებით გიერთდებით თქვენ ძვირფასო ტელემაყურებლებო და მოусმენ ბატონ დავითს. ვინ იყო ბატონ დავით საქართველოს ისტორიაში ესეთი ძალიან მაღალი თანამდებობის პირი და ძალიან იდუმალი ადამიანი. გამარჯობა ქალბატონოია. გრძელდება ჩვენი შესანიშნავი გადაცემები ეპოქაზე, რომელსაც ოქროს ოქროს ხანა ქვია, თამარის ხანა ქვია და რუსთაველის ხანა რომ ქვია. და ბევრ საკითხს, რომელიც ცნობილია ჩვენი მაყურებლებისთვის, ჩვენ კიდევ უფრო მეც შევმატებთ. თბილისში ყველას უყვარს ლურჯი მონასტერი. ქალაქის ცენტრია, ეს ვერისბახთან არის ახლოს და აი ამ მონასტერთან დაკავშირებითაც ვისაუბრებთ. მაგრამ ბევრმა არ იცის როდინდელია ეს მონასტერი და არც ის იციან, რომ თამარ მეფემ სწორედ აქ დაიწერა ჯვარი და ეს არის მთავარი ღირსშესანიშნაობა მონასტრის, ხო? თქვენ რომ ბრძანეთ აბულასანი, ის გახდათ თბილისის მკვიდრი, თბილისელი, ჩვენ ენაზე რომ ველაპარაკოთ და მისი ძმა ბასილი იყო ქართლის მთავარ ეპისკოპოსი და სწორედ მათ მთავარ ეპისკოპოს ყოფილმა ბასილი აღაშენა და აკურთხა ეს ტაძარი ლურჯი მონასტერი, რომელიც იყო მათი იობის ძეთა საგვარეულო ნეკროპოლი, საძვალე მანდ იყო ამ საგვარეულოსი. ისინი იყვნენ შეიძლება ითქვას კაპიტალიზმის პირველი ჩანასახი რომ იბადებოდა მაშინდელ დიდ საქართველოში, აი იმის წარმომადგენელთა ოჯახი იყო. აბულასანი გახლდათ ქალაქის თბილისის ამირა და ქართლის ამირა. ქართლში აქ იგულისხმებოდა აი თბილისის საამიროში ტერიტორიებით შედიოდა ის ნაწილი. აქ იყო მტკვრის მარჯვენა სანაპირო, პატარა ნაწილი ისნისა, ანუ რომ გადავდივართ მეტეხის ეკლესიასთან, აი ეს კლდის ნაწილი იყო, რომელიც ქალაქს ეკუთვნოდა და შემდეგ კიდევ აი დმანისისკენ მიმართულებით, რაც კი შემოდიოდა ქართლის და თბილისის საამიროში, აი ამის ხელისუფალი იყო აბულასანი. ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ პირველი სლაიდი და აქ დავინახოთ პოლიტიკური პერიპეტიები, რომელიც საინტერესო იქნება მაყურებლისთვის. თქვენ ხედავთ ორ დიდ საერისთავოს. ერთი არის რუსთავისა, შემდეგ ნარინჯისფერი ფერით თბილისია მითითებული და აბულასანი აი წითელი ისრით თბილისთანა მიმართებაში, იმიტომ რომ ის იყო თბილისის ამირა. მეორე მხარეს, მარჯვენა მხარეს აი იასამნისფერი, ეს არის ჰერეთის საერისთავო, სადაც 4 საერისთავო შედიოდა. აქ ჩვენ გვყავს მათი იმდროინდელი ხელისუფალნი, ჭიაბერი, ზარტაიჭი, მახატელი და გრიგოლი. ჩვენ ჰერეთზე საუბარი ქონდა წინა გადაცემაში და ჩვენ ვახსენეთ რომ 1191 წელს თამარ მეფესთან ბევრმა ერისთავმა და მათ შორის ამ 4-მა თავიანთი შვილები მიიყვანეს, რომლებიც იკურთხა თამარ მეფის მიერ, ლენები გადაეცათ, ანუ დალოცვა იყო მეფისგან, მათი ახალგაზრდა პოლიტიკოსების წარდგენა გახდათ და აი ეს 4, რომელიც დავასახელე, იყვნენ ამ 4 საერისთავოს ხელისუფალნი. ჩვენ შეგვიძლია კიდევ გავადიდოთ რომ ვნახოთ აი აქ როგორ იყო ეს განთავსებული. ჭიაბერი გახდათ მანდატორ თუხუცესი და ამირ სპასალარის იმ მომენტისთვის ის მანაველთა გვარის წარმომადგენელი იყო და მანავში იყო მათის მთავარი რეზიდენცია. ვეჯინში, აი რომელიც ახლა ვიცი სადაც არის ვეჯინი, აქედან იყო ზარტაიჭის ძენიც იყვნენ მიყვანილები, მახატელები იყვნენ კოლონკელის ძეები და ისინი დღევანდელ დედოფლის ხარობს, ანუ ხორნაბუს მართავდნენ. ხოლო გრიგოლი გახდათ ჰერეთის ბაგრატიონი, ის არის წარმომადგენელი ბაგრატიონთა გვერდითი შტოისა, რომელიც იყო მამა შოთა რუსთაველისა. აი შემდეგ სულ ქვემოთკენ მარჯვნივ დაბლა წერია
შოთა დატბელი ისინი იყვნენ შვილები გრიგოლისა. შოთა დატბელიც 1191-ში მან მიიყვანა სხვებთან ერთად თამარ მეფესთან, რომ ისინი დაელოცა. ხორნა ბუჯელები და კოლონკელიძეები და გიშელები, ანუ ეს ბაგრატიონები, ერთმანეთს უცვლიდნენ ადგილს ერისთავთერისთავისა. ერისთავთერისთავი ნიშნავდა ნაცვალს, ანუ მოადგილეს მეფისა მთელი ჰერეთის დიდ საერისთავოში, რომელშიც მეორე ადამიანის სახელმწიფო შეიძლება ითქვას. კი ბატონო, მას ემორჩილებოდა ჯარი და 1163-დან 1165-მდე კოლონკელიძეები მართავდნენ და მათ უღალატეს მაშინდელ მეფეს გიორგი მესამეს, ისინი დაამცრო და წინ წამოწია ბაგრატიონები, შოთას დიდი პაპა, რომელიც იყო ასეთი ცნობილი გრიგოლ მეორე. აი ამას ჩვენ კიდე შემდეგში განვიხილავთ და შემდეგ 1177-ში უკვე ჰერები ჩამოამცრო, იმიტომ რომ მათ მხარი დაუჭირეს დემნას და შემდეგ კოლონკელიძეები დაწინაურდნენ. ხოლო 1191-ში ისევ ბაგრატიონები მოდიან ზემოთკენ და კოლონკელიძეები ქვემოთ. ამასაც ჩვენ მოვყვებით. ფეოდალური ქვეყნის ჩვეული ამას იყო, ცვლილება იყო. ინტრიგები, ამიტომ აქვს მე მითითებული ორი დიდი ყვითელი წერით, რომ ესენი ჩვენ გვინდა რომ უფრო წინ წამოვწიოთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აღემატებოდნენ სხვა ერისთავთერისთავებთ. ვეჯინში იყვნენ წირქვალენ გლონისთავის ძეები. მათი წარმომადგენელი ანტონი თამარის დროს გახდა საქართველოს ქართლის კათოლიკოსი წარმოიდგინეთ, ანუ ამგვარიდან ესეთი დაწინაურებული პირი იყო. ხოლო ჭიაბერი ეს გიორგი მესამემ თამარის მამამ და წამოწია წინ მხარი დაუჭირა თამარ მეფესაც და გიორგი მესამესაც მათ წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებებში და ის რომ არ ყოფილიყო ჭიაბერი, შეიძლება ბაგრატიონები დაემხოთ კიდეც აი ეს თამარის ოჯახი შეიძლება ითქვას. ამაზე ჩვენ ოდნავ მოგვიანებით ვილაპარაკებთ. ჩვენ ახლა გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე და ვისაუბროთ უშუალოდ აბულასანზე. აქ ჩვენ გვექნება უკვე ლურჯი მონასტრის სურათები, სამი სურათი არის აი მარჯვენა მხარეს პატარაზე და წარწერა ლურჯ მონასტერზე, რომელიც გვეუბნება ჩვენ რომ ესე იგი რომ ეს აშენდა მე-18 საუკუნეში, მეორე ნახევარში და ის ააშენა ბასილი მთავარეპისკოპოსმა და აქვე არის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე აბულასანი ნახსენებიო. რა ხდება ახლა ჩვენ საქმე გვაქვს აბულასანთან? აბულასანი გახლდათ თბილისის ამირა. ის ასევე გახლდათ გიორგი მესამემ დააწინაურა, ოდესაც წინ წამოწია ესაგვარეულოც, ოდესაც მან ჩაახშო დემნას აჯანყება და ის გახდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნაცვალი მეჭუჭლა თოხუცესისა. და შემდეგ უკვე გიორგი მესამეს გარდაცვალების შემდეგ მოწვეულ იქნა ერისთავთა დიდი თავყრილობა, სადაც აღიარებული იქნა რომ თამარი გახდა მეფედ, შემდეგ უკვე ეს მოხდა 1194-ში, ხოლო 1185-ში ისევ შეიყარნენ ეს დიდი დებულები, ერისთავები და ისაუბრეს თუ ვისთვის უნდა გაეყოლებინათ ცოლად თამარი. და სწორედ აბულასანმა წამოაყენა საკითხი, რომ მოეწვიათ სიძეთ გიორგი ანდრიასზე ბოგოლიუბსკი, რუსეთის მთავარის შვილი. ძალიან საინტერესოა ბატონ დავით, რატო შეირჩა სწორედ აი გიორგი რუსი, როგორც ქართველები მას მიმართავდნენ, ანუ იური და რას წარმოადგენდა იმ დროს რუსეთის აი ეს სამთავრო და ზოგადად რუსეთი, რომელიც იყო მზარდი იმპერია, მოდით ესე ვთქვათ და ის იყო უკვე მართლმადიდებლური ქვეყანა და ამანაც თუ იმოქმედა რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა თავისი მნიშვნელობა. რუსთავი იზრდებოდა, მაშინ მათი დედაქალაქი იყო ნოვგოროდი და ნოვგოროდელი ერისთავები იყვნენ ესენი. აი ეს გიორგიც და მისი მამაც ანდრიაც ბოგოლიუბსკი ნოვგოროდს განაგებდნენ და ისინი ფართოვდებოდნენ, მაგრამ შემდეგ მოხდა იქ შიდა არეულობა, ეს ანდრია ჩამოამცრეს, გიორგი რუსიც ექსორია ყოფილი იყო, ის გადმოსული იყო საქართველოს მიმართულებით რუსეთის ტერიტორიებზე და ვინაიდან აბულასანი ძალიან ახლო ურთიერთობაში იყო ვაჭრებთან, რომლებიც მოგზაურობდნენ ჩრდილოეთშიც, სამხრეთშიც, დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც, აქ იყვნენ სომხებიც, ქურთებიც, ქართველებიც და აი ამ მოგზაურობაში მას უკვე პირველი კაპიტალისტური ელემენტები შექონდა სახელმწიფოს მართვაში. ამიტომაც მიენიჭა მას სავარაუდოდ უპირატესობა, რომ მისმა წინდადებამ გაიმარჯვა და მას დაუჭირეს მხარი. აი მაშინ იბადებოდა პირველი, როგორ გითხრათ, სახელმწიფო იმ გაგებით, როგორცაც ჩვენ დღეს მას ვიცნობთ. სახელმწიფოები მსოფლიოში ისინი ფინანსებზე აგებული და
და ამ ფინანსებიდან გამომდინარე უკვე საომარ შესაძლებლობებზე, წარმოების უნარზე და ასე შემდეგ. აი მაშინ ის საქართველო ასეთი ხდებოდა ნელ-ნელა. სამხრეთ კავკასიას აკონტროლებდა, ჩვენს დაქვემდებარებაში იყვნენ ვასალები და პროტექტორატები ჩრდილოეთ კავკასიაში, დღევანდელ თურქეთში და ირანში წარმოადგენენ დიდი სახელმწიფო ვარ ჩვენ მაშინ. რასაც დღეს თბილისი აკონტროლებს, ეს 50,000 კვადრატული კილომეტრია. აფხაზეთის და ქართლის მთიანეთის გარეშე ამ შემთხვევაში ხო 50,000 კვადრატული კილომეტრია. მაშინ ჩვენ ვაკონტროლებდით და გვემორჩილებოდნენ 9,500,000 კვადრატულ კილომეტრის მაცხოვრებლები წარმოიდგინეთ. საქართველოს უფრო პატარა იყო, 9,500 ამისი 250,000 კვადრატული კილომეტრი იყო, მაგრამ ჩვენი დაქვემდებარებაში, ვისაც ჩვენ ვისავდით უცხო მტრებისგან, 9,500,000 კვადრატული კილომეტრი იყო მაშინდელი საქართველოს და თბილისის მმართველობა. სწორედ ამ დროს აბულასანის გვარი ესო ვაჭარის თბილისის მკვიდრი იყო, თბილისელი იყო. უკვე ქალაქის ტიპის ცხოვრებაზეა ლაპარაკი, მას მიეცა უფლება და მან ვინც დააყენა ამ აბულასანმა, რომ გიორგი მოვიწვიოთო, მას დაუჭირა ყველა მხარე. ჩამოვა ბატონ დავით, იყო თუ არა მის თანამდებობაში, გარდა იმისა, რომ თანამდებობის პირი იყო, ის იყო ძალიან მდიდარი ადამიანი. აი ეს სიმდიდრეც თუ განსაზღვრავდა, სიმდიდრე განსაზღვრავდა, რა თქმა უნდა, ამას განსაზღვრავდა უკვე სიმდიდრე. სიმდიდრე ჩვენ ვიცით ფეოდალებში დამოკიდებული იყო მიწაზე და რაც მიწაზე მოდიოდა, ის იყო სიმდიდრეც მათი, მაგრამ უკვე ქალაქი და შემდეგ ქალაქში დამკვიდრებული ვაჭრობა და საერთაშორისო ურთიერთობები, სავაჭრო ურთიერთობები უკვე სიმდიდრის მეორე დიდ წყაროს აჩენენ, ეს არის ვაჭრობა. საქართველოს გულისხმობ თორე ვაჭრობა რა თქმა უნდა ათასეულობით წელია და ეს სიმდიდრის წყარო ყველგან იყო. საერთაშორისო ვაჭრობა უკვე გამყარებული, დაცული საქართველო და ამ ვაჭრობაში გამოჩენილი ერისთავები, მათ შორის უპირველეს სწორედ აბულასანი იყო, ხდებიან წარმმართველი ძალა ამ ქვეყნის მთავარი პოლიტიკური საკითხებისა. ჩამოვა გიორგი რუსი 1185-87-ში ის მეფობს საქართველოში. ამ დროს ხდება ის რომ აბულასანი გახდება მე უკვე ვთქვი რომ ის გახდა კიდეც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნაცვალი მეჭურჭლათა ხუცესისა და შემდეგ გიორგი რუსს საქართველოდან გაუშვებენ და გააგდებენ. თუმცა ეს არ შეეხება თვითონ აბულასანს, ის დარჩება თავის თანამდებობაზე, თავის საერისთავოშიც, თბილისშიც და ეს გრძელდება, მაგრამ აღმოჩნდება რომ 1188 წელს მას ნაცვალს მეჭურჭლათა ხუცესისას გააგზავნის თამარი კარნუ ქალაქში, იგივე ერზრუმში. იქ ჩუმად შეხვდებიან გიორგი რუსს, ეს აბულასანი და გიორგი რუსი ერთმანეთს შეხვდებიან და იქ მიიღებენ, იქ დაგეგმავენ გადატრიალება საქართველოში. 1189-ში თუ 90-ში გარდაიცვლება რუსთავის მფლობელი კახაბერ ვარდანისზე, ის იყო მაშინ ფინანსთა მინისტრი, მისი მოადგილე იყო აბულასანი და ამ ადგილს რუსთავის საერისთავოს ერქვა არიშიანთა ადგილი. არიშიანები იყვნენ რუსთავის მხარის მფლობელები და დავით აღმაშენებელს ესენი ეხმარებოდნენ ესაგვარეულო საქართველოს გაერთიანებაში. კახთა მეფე ახსართანი მათ დაიმორჩილეს და მოგვარეს და კახეთი შემოუერთეს საქართველოს და მაშინ მათ მიეცათ თანამდებობა ფინანსთა მინისტრობისა, არიშიანებზე გადადიოდა. შემდეგ მათი ხაზი წყდება, გადადის ვარდანის ზეებზე. შემდეგ იქ ყუთლუ არსლანიც ჩაერმევა ცოტახანი, სანამ ისანში პალატას დადგავენ და პარლამენტს შექმნიან, ისნის პარლამენტს და შემდეგ ეს ყველაფერი ისე ვარდანის ზეებს უბრუნდება. რომ გარდაიცვლება ეს კახაბერ ვარდანისზე თბილისის ამირას 1190-ში შეუერთებენ რუსთავის საერისთავოსაც და ჩვენ ამაზე გაიზრდება ძალიან. ბატონ დავით, არ შემიძლია რომ არ ჩაგეკითხოთ, რატომ შეიძლება რომ აბულასანს, რომელიც ძალიან დიდი თანამდებობის პირია და ფაქტიურად სახელმწიფო შეიძლება ითქვას მეორე პირიც არის, მოუნდა სახელმწიფო გადატრიალება სწორედ გიორგი რუსთან ერთად. რატო შეიძლება ეს დააგეგმა? რა თანამდებობის მიღწევას აპირებდა კიდევ უფრო დიდისას? პირველი კაცი გახდებოდა ქართველი ადამიანი გიორგი რუსს რომ დაემარცხებინა თამარ მეფე და დავით სოსლანი. პირველი კაცი არ იყო, იქ ერისთავები იყვნენ სხვებიც, ძლიერი ერისთავებიც, მაგრამ ის უკვე რუსთავის შემოერთებული აქვს. ანუ ძალაუფლებას მეც ჩაიგდებდა ხელში ამბობ თქო. ძალაუფლებას ჩაიგდებდა უპირველესი ძალაუფლების მქონე იქნებოდა. მეფე იქნებოდა თოჯინასავით გიორგი რუსი და რეალურად საქართველოს მმართველი გახდებოდა აბულასანი. ლურჯი მონასტერი აშენდა ჩვენ ეს რომ ვიცოდეთ თბილისელებმა და ქართველებმა, რატომ? ის არის ანდრია პირველწოდებული სახელობისა და მას გვერდზე მიშენებული აქვს ეკვდერი წმინდა გიორგის სახელობისა. რატომ? იმიტომ რომ
გიორგი რუსი რომ მოიწვია, რომელიც ანდრიასზე იყო, სწორედ მათ სახელზე, პროფესორად მათი მფარველი ანგელოზების სახელზე ანდრია იყო გიორგი რუსის მამა და ანდრია რახან იყო, ანდრია პირველწოდებულ სახელზე აშენდა აი ეს ტაძარი ლურჯი მონასტერი და გვერდზე პატარა ეკვდერი მიეშენა, ის უკვე გიორგის სახელზე იყო აშენებული. ჩვენ რომ დავდივართ ამ ლურჯ მონასტერში, ჩათვალეთ რომ გიორგი რუსი მიეძღვნა და მამამის მის აშენება. სხვათა შორის რამდენიმე თვეს უკან გარდაიცვალა ჩემი უძვირფასესი ადამიანი, ჩემი უფროსი მეგობარი ვახტანგ ქიზიყურაშვილი. იქიდან გაასვენა ოჯახმა და იქ ვიყავით ჩვენც და აი ამ თემებზე მუშაობის შემდეგ თან ბატონ ვახტანგთან ერთად ჩვენ 10 წლის წინ დედოფლის წყაროში ვიყავით ჩასულები ამ ხორნაბუჯი მოვინახულეთ. ჩვენთან იყო ბატონი ოთარ კვესიტაძე, მაშინდელი საქართველოს ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, კია ზოფიცხელაური ვიყავ, 4 ადამიანი ვიყავით იქ და იქ ამ თემაზე ლაპარაკობდით და ძალიან მონდომებული იყო ბატონი ვახტანგი ამ თემის წინ წამოსაწევად რა, რომ ზუსტად რომ დედოფლის წყაროდან და ხორნაბუჯიდან არის მოკლედ ეს საგვარეულო დაკავშირებული შოთა რუსთაველთან და ეს კაცი გარდაგვეცვალა და ისე აღმოჩნდა ახლა მე ასე არ მოვიდგენდი რომ იმ ლურჯ მონასტერში იყო დასვენებული და აქედან გაასვენეს კიდეც. ხო და აი რომ ვიცოდეთ თბილისელებმა ლურჯი მონასტერი რატომ არის ანდრია პირველწოდებული სახელობისა, თქვენ ახლა ნუ გაბრაზდებით ამაზე გიორგი რუსი მაინც და მაინც ჩვენ არ გვიყვარს ზოგადად. გასაყურებელი რა აქვს საყვარელი. მაგრამ ისტორია მას ასეთი გააჩნია ამ ტაძარს. მაგრამ მე რა მაინტერესებს, აი თუ თამარ მეფის გადატრიალებაზე იყო საუბარი. გიორგი რუს თამარის გარეშე როგორ უნდა დაეკავებინა საქართველოს სამეფო ტახტი? ის უკვე იყო მეფის ქმარი 2 წელიწადი მართავდა ჩათვალეთ საქართველოს წარმოადგენდა. გასაგებია, მაგრამ მხოლოდ მეფის ქმარი იყო და თამარი არის 15, 16, 17 წლის. ჯერ ის დიდი მეფე, როგორც დიდი მეფე არ დამდგარა. ხომ გვესმის ახალგაზრდა გოგონაზია. სულ რო არ იყოს ეს დიდი მეფე და პატარა მეფე, ხო? თამარის ქმარია გიორგი და არა პირიქით. გიორგის ცოლი არ არის თამარი, ხო ეგრეა? ახლა ბიზანტიაში როგორ იყო ჩვენ გვახსოვს, იქ საგვარეულო არ იყო მთავარი, იქ შეიძლება ქმარიც ყოფილიყავი, ბიძაშვილის, დედაშვილის და შეიძლება წინ წამოწეული ფეოდალიც ყოფილიყავი. ის იმპერატორი მაინც და მაინც ერთგვარს არ მიყვებოდა. ქართველები დაუშვებდნენ იმას, რომ მათი მეფე ყოფილიყო რუსი. გადატრიალების შემთხვევაში პირველი შემთხვევა იქნებოდა, რომ ბაგრატიონი ჩამოცილდებოდა თავის სამეფო ტახტს. ისე პრინციპში ბატონ დავით რო ვთქვათ, მე-9 საუკუნიდან არიან ხო ბაგრატიონები, ნუ აშოტ პირველი ბაგრატიონი. მე-8 საუკუნიდან აშოტ ბაგრატიონი ითვლება რომ ის არის პირველი მეფე. მე-11, მე-12, 4 საუკუნე თითქოს ისეთია რა, არც თუ გამყარებულები არიან მანდამაიც სამეფო ტახტზე და შესაძლებლად ალბათ მიიჩნიეს, რომ შეიძლება ბაგრატიონები ამას ეს მოხდებოდა კიდეც. ვინ დაუჭირა მხარი თამარ მეფეს? ძალიან ახლოს მოვიდნენ. დადიანები აუჯანყდნენ, ბოცოზეები ელები აუჯანყდნენ, გუზანტა ოსკარელი აუჯანყდა, კოლონკელიძე აპირებდა რომ შეერთებოდა აჯანყებულებს, თორსა ისინი მოახავდნენ გორს და დმანის უკვე თბილისთან ახლოს იყვნენ აჯანყებულები და რახან იგზნო ეს შოთას პაპამ ასათმა ის მოახდენს გადატრიალებას ჰერეთის საერისთავთ ერისთავში და კოლონკელიძეები ვერ მოასწრებენ ჩართოს აჯანყებაში და დაამხობს და ძალით ჩამოამცრობს თვითონ თავისი ხელით ასათი აჯანყება მიმდინარეობს საქართველოში ამ დროს რომ წარმოვიდგინოთ. აი ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ უკვე მესამე სლაიდიც რომ დავინახოთ აქ რა ხდება. აი ეს პერიოდი არის 1191 წელი. უკვე დალოცვაზე მიყვანილი ყავთ ჰერებს თავიანთი შვილები და ამის შემდეგ მოხდება აჯანყება, რომელშიც თამარ მეფე და დავით ოსლანი გაიმარჯვებენ. აქ მხარი დაუჭირეს მეფეს მანაველმა, ჭიაბერმა, მანაველთა გვარის წარმომადგენელმა და იმ ასათმა, ამ შემთხვევაში ლაპარაკია შოთაზე. მოხდება რომ აბულასანს წაართმევენ თბილისის ამირობასაც და ქართლის ამირობასაც, ის იყო ქართლისა და თბილისის ამირათა ამირა. მართმევენ რუსთავის აერისთავოსაც, რუსთავის აერისთავო ძალიან საინტერესო აერისთავოა. აი თბილისელებს მინდა ესეც უთხრა. იწყებოდა რუსთავში, მთავრდებოდა ჟინვალში, ისიც ყვითლად არის გაფერადებული და ის თბილის ზემოდან ქონდა აი რკალივით შემოხვეული, მაგრამ ამ ზემოთ რკალში რა იგულისხმება? ეს არის მტკვრის მარცხენა სანაპირო გარდა ისანისა. აი კლდის თბილისის დღევანდელი თბილისის ნახევარი. თბილისის ნახევარი, დაწყებული სამგორი, ლილო, ავლაბარი, ნაძალადევი, დიდუბე და ასე შემდეგ. გლდანი, ეს ყველაფერი შედიოდა რუსთავის აერისთავოში. და მაშინ საინტერესო რა ხდება, რომ
პირველად გაერთიანდება არა მარტო თბილისი და რუსთავის აერისთავი, არამედ თბილისი გაერთიანდება აბულასანის ქვეშ. თბილისის ორივე სანაპირო გაერთიანდებიან. პირველი შემთხვევაა, რომ თბილისი ასეთ სახეს მაშინ მიიღებს. ეს გაგრძელდება სულ რამდენიმე წელიწადი. 2 წელიწადი შეიძლება ითქვას. შემდეგ აბულასანი ახლა აჯანყდება, მას წაართვევენ თბილისსაც, რუსთავსაც და 1 წელი 1191, აი კიდევ გავადიდოთ და თქვენ დაინახავთ აქ არის გავლებული ხაზი, ყვითელ-წითელი ხაზი. რუსთავის აერისთავი გაიყოფა 2 ნაწილად. ჭიაბერ მანაველს შეუერთდება ჟინვალის მხარე, ანუ რუსთავის აერისთავის ზედა ნაწილი. თვითონ რუსთავი გადაეცემა ზაქარია მხარგრძელს, რომელიც მაშინ სამხრეთ საქართველოს მართავდა. ისიც თამარის მხარეს იყო და მასაც მიეკუთვნება. და 1 წელი ასე გრძელდება და სწორედ ამ დროს, როცა ჭიაბერი ხდება ჟინვალის მფლობელიც გარდა მანავისა, ჩვენ ამას ნახატზე ვხედავთ. ამ დროს დაიწერება ჩვენთვის ცნობილი ჭიაბერის ხელნაწერი. ამასაც ჩვენ მივადგებით და შემდეგ ეტაპზე განვიხილავთ. აი ეს 1 წლიანი დრო, გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე, ასეთი სახით გამოიყურებოდა. და აქ ჩვენ ვხედავთ მანაველის ჭიაბერის იმაზეა საუბარი ხელნაწერზე, რომელიც ასევე დაწერილია 1191-ში მანდატა თუხუცესმან და ამირსპასალარმან ჭიაბერმან ჩემსან ჟინოვნის, ანუ ჟინვალის ქონებასა შინა ვკადრე და მოახსენე ღმთისა სწორსა მეფეთა მეფესა თამარს მიხითარაის ძენი დავითის შვილნი მათი და სახელთა და მამულითა გადაეცესო შიომ ღვიმის მონასტერსო. აი ეს დაიწერა დადასტურდა თამარ მეფის მიერ ეს მანდატო თუხუცესისაგან შეწირულად ჩემგანცა მტკიცეა. ჭიაბერის მიერ დამტკიცდა და კათალიკოსი მაშინ იყო თეოდორე. მანაც ხელი მოაწერა, რომ ეს დოკუმენტი დამტკიცებულია და აი ეს მხითარიძეების ოჯახი რომ გადაეცა შიომ ღვიმესო, აი ეს დოკუმენტია ჩვენს თვალწინ. აი ეს მანავის ეკლესია და ზემოთ ის მანავის ციხეა ზემოთკენ მთაზე თუ შეამჩნევს მაყურებელი, სადაც ზუსტად ჭიაბერი იყო, მისი რეზიდენცია იყო ზუსტად იქაც. გადავიდეთ შემდეგ. ბატონო დავით, 1 წუთი უნდა შევისვენოთ აუცილებლად რეკლამა გვაქვს და შემდეგი სლაიდი მე მოგვიმზადეთ თუ შეიძლება. დაგიბრუნდებით მართლა. რეალური აქცენტები ია დანელიასთან ერთად. რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293-44-05. ავერსში გულების აქციას საკვები დანამატებით შეუერთდა. დააგროვე გულები და მიიღე 20-დან 50%-მდე ფასდაკლება კოსმეტიკისა და ჰიგიენის, ბავშვთა მოვლის, კვების, საფენების რჩეულ ბრენდებსა და ახლა უკვე საინ ფარმას და ნატორმილის საკვებ დანამატებზე. დეველოპერული კომპანია ნიუ გრუპი გთავაზობთ ბინებს და კომერციულ ფართებს ქალაქის სხვადასხვა უბანში, როგორც მიმდინარე, ისე დასრულებულ პროექტებში. საბურთალოზე, ვაზის უბანში და დიღომში, ყველა ბინა ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით. ჩვენთან არის 0%-იანი შიდა განვადება, 10%-იანი პირველადი შენატანი მიმდინარე პროექტებზე და თქვენზე მორგებული გადახდის პირობები ჩვენს პარტნიორ ბანკებთან. არ გადადო ხვალისთვის. დაგვიკავშირდით დღესვე ნომერზე 599-47-59-59. ასევე გადმოდით ჩვენს საიტზე www.newgroup.g და დაათვალიერე ყველა ბინა მარტივად. ჩვენი გაყიდვების ოფისი მდებარეობს ქალთარაძის ქუჩა ნომერი 60. ჩვენ ვაშერებთ მომავალს. რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293-44-05. რეალური აქცენტები ია დანელიასთან ერთად. დაგიბრუნდით ძვირფასო ტელემაყურებლებო, თუ შეიძლება ჩემს პროდიუსერს ვთხოვ, რომ შემდეგი სლაიდი გვაჩვენოს და ბატონი დავითი გააგრძელებს ძალიან საინტერესო საუბარს თამარის ეპოქაზე. მოხდება ისე, რომ 1 წლის შემდეგ ასათი შოთა რუსთაველის პაპა, აი იმ გრიგოლი მეორე შვილი, რომელიც აუჯანყდება გიორგი მესამეს და დემნას დაუჭერს მხარს. მაშინ ამ გრიგოლს და მის ბიძაშვილს შოთას პაპის ბიძაშვილს მოკლედ სიკვდილი დასჯიან. და სწორედ აი ამ გრიგოლ მეორე შვილი ასათი, რომელიც შოთას პაპაა, მიმართავს თამარს და ასეთი ტექსტით ჩვენ 1196 წლის ქართლის ცხოვრებაში თამარის პირველ ისტორიაში ასეთ დოკუმენტს წავიკითხავთ. ჰერეთის ერისთავად გრიგოლის ძე ასათ და მცირედ ჟამ ქონებასაშინა იაჯა არიშიანისა, ანუ რუსთავის ადგილი.
დაჯდომა სასწაულითა, ანუ მინისტრის პორტფელი, ასე რომ დავარქვათ, სასწაული ბალიში იყო. დღეს მინისტრის პორტფელი ქვია, მაშინ მინისტრის ბალიში იყო, იმიტომ რომ ბალიში ესწრებოდნენ. და ხელთ უდვა შვილსა მისსა გრიგოლს ჰერეთის ერისთავობა. აი ჩვენ ხედავთ სურათზე, რომ ჟინვანი და რუსთავი ისევ ერთიანდება, ის გადაეცემა, გადაგამოითხოვა ეს 92-93 წლებში ასათმა, თვითონ გადადის რუსთავში, უკვე 80 წელს მიტანებული კაცია და ჰერეთში სვავს თავის შვილს გრიგოლს და გრიგოლის შვილი არის უკვე შოთა და შოთა. ჩვენ ქვემოთკენ ხედავთ ქრისტე მე შოთაი და გვერდზე აქ უკვე შოთას ხელწერილს. ეს მისი ხელმოწერა შეიძლება ითქვას, ქრისტე მე შოთაი რომ წერია, აი ეს შოთას ეკუთვნის რუსთაველს, რომ წარმოიდგინოთ. ამაზე გვექნება კიდევ საუბარი და ჟინვანი და რუსთავი ისევ ერთიანდება რუსთავის საერისთავოში და უერთდება ჰერეთის ერისთავს ასაც. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. აქ უკვე ვხედავთ თვითონ შოთას წარწერას მთლიანად. ქრისტე იწყებს ასე: მე შოთაი ჩემ ჟინვანის ქონებასაც აშიგა, ამას ვამტკიცებ. ესე იგი, მანაც დაამტკიცა ის ჭიაბერის მიერ შექმნილი დოკუმენტი, რომ ერთ-ერთი ოჯახი გადაეცა სწორედო შიომღვიმის მონასტერსო. აი ეს არის შოთას კალიგრაფია, შოთას ხელწერილი. ისე სიმართლე რომ ძალიან სიმპათიურია. ხო, სიმართლე რომ გითხრათ, მე გამიჭირდა ამის წაკითხვა, ნელ-ნელა ამოვიკითხე როგორც იქნა მაშინდელი. უკვე თანამედროვე მხედრული ასოებითაა დაწერილი, რომ წარმოიდგინოთ. აი მაშინ ასეთი სახე ქონდა ამას. ჩვენ ახლა ვხედავთ შოთას ხელწერას და კალიგრაფიას. გადავიდეთ შემდეგ უნიკალური სლაიდზე. აი აქ ჩვენ გვაქვს სურათი შოთას საგვარეულოსი. ქვემოთკენ მოცემულია მარცხენა მხარე შოთა მესამე იგივე რუსთაველი და მისი ძმა ტბელი. მისი მამა გრიგოლ მეორე, რომელიც ვახსენეთ, გრიგოლის მამა ასათი, ვინც გამოითხოვა რუსთავის საერისთავო და ფინანსთა მინისტრობა, იმიტომ რომ სასწაულზე ნიშნავდა ფინანსთა მინისტრს, რუსთავზე განკუთვნილი იყო ფინანსთა მინისტრების ადგილი იყო ეს. მისი მამა ლურჯად შემოსაზღვრული გრიგოლ მეორე, ვინც აჯანყდება დემნას წინააღმდეგ და მისი ბიძაშვილი არის შოთა მეორე, რომელიც ასევე აჯანყდება და ისინი დაიჯებიან სიკვდილით. ამ გრიგოლ მეორის მამა ასათ პირველი. ასათ პირველი და მისი ძმა არის შოთა პირველი. თანამეფე აღმოსავლეთ ჰერეთისა 1117 წელს დავით აღმაშენებელი მეშვიდე სამეფოს აღმოსავლეთ ჰერეთის სამეფოს შემოიერთებს ამ ასათს და შოთას და ისინი უკვე მეფობის სტატუსს კარგავენ და გახდებიან ერისთავები დავით აღმაშენებლის დროიდან და მათი მამა არის გრიგოლ პირველი უკვე გრიგოლ პირველი ერთ-ერთ საინტერესო საკითხს კიდევ წამოგვაწევინებს წინ და ესეც უნდა დავიმახსოვროთ. ესე იგი ჩვენ გვაქვს შემდეგი სურათი რომ აი ეს საგვარეულო შემდეგ სლაიდზე ახლა ჩვენ თუ გავადიდებთ დავინახავთ უკვე ტბელის შოთა რუსთაველის ძმის ძმასთან დაკავშირებულ ხატს. ეს არის გიორგი მთავარმოწამის ხატი. აქ არის უზვირფასესი ჩვენ ეს ადრე განვიხილეთ კალბატონია თქვენთან ჭედური ასომთავრული ანბანით იქ შეშეწირულობა რომელიც შემდეგ სამეგრელოზე რომელიც სამეგრელოში აღმოჩნდება ეს ხობის ტაძარში დადიანების საგვარეულოში ოჯახში და აქ წერია ბოლოთ შემოსაზღვრული რაც არის ბოლოში შენისა ქრისტეს მობაზაუმან ჩემ ტბელისა გრიგოლის ძისაგან. აი ეს შემოსაზღვრული რაც არის ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ რატომ აღმოჩნდა ეს ხობში დადიანთა სახლში იმიტომ რომ ცოტნე დადიანს ყავდა მეუღლე ბორენა. აი ეს ბორენა უნდა ყოფილიყო სწორედ ამ ტბელის ქალიშვილი და სწორედ ტბელმა ეს ხატი გაატანა მზითვად თავის ქალიშვილს ცოტნეს ოჯახში. ცოტნე დადიანი არის შოთა რუსთაველის ძმის სიძე. ამაზე ჩვენ საუბარი გქონდა. ჩვენ შემდეგ სლაიდზე გადავიდეთ. აქ ერთი საინტერესო მომენტია ძალიან გავადიდოთ. მე აქ ორ წერტილებით წითელი ორ წერტილები რომ წერია, მაგალითს გიჩვენებთ როგორ წერდნენ მაშინ ქართველები. იმიტომ რომ ქაღალდი არ იყო როგორც დღეს ჩვენ გვაგვაჩნია და ადგილს ვერ დავტოვებ თავისუფალს, სიტყვებს შორის წერებოდა ორ წერტილი. ეს იყო ნიშანი რომ ერთი სიტყვა დამთავრდა, იწყება მეორე სიტყვა. აი შენისა ქრისტეს მობაზაუმან ჩემ ტბელისა გრიგოლის ძისაგან აქ ჩვენ უკვე ბოლო ხაზზე დავინახავთ რომ გრიგოლის შემდეგ ორ წერტილია და ძისაგან არის ორი სხვადასხვა სიტყვა. ესე იგი ეს ხელნაწერი გვეუბნება რომ გრიგოლი და ძე სხვადასხვა სიტყვებია
და არა ერთი სიტყვა. დღეს ჩვენთან გრიგოლის ძე კი არა, გრიგოლი და ძე. გრიგოლი და ძე და გრიგოლის ძე ჩვენებმა რატომღაც ჩათვალეს რომ ეს არის გვარი, არა და გვარია მათი ბაგრატიონია. ისინი გრიგოლის ძეები არ არიან. ისინი არიან ბაგრატიონთა გვერდითი შტო და ეს დოკუმენტი ჩვენ გვეუბნება რომ სწორედ რომ გრიგოლი სახელია მამისა და არა გვარი. აი ნახეთ რომ წარმოვიდგინოთ, ეს ორ წერტილები და ასეთი ელემენტარული საკითხები საქართველოს ისტორიოგრაფიაში იწვევს იმხელა გაუგებრობებს, რომ დღეს სკოლაში, უმაღლესში, ისტორიკოსების წიგნებში წერია რომ ჰერეთს მართავდნენ გრიგოლის ძის გვარის წარმომადგენელი. არ არიან ისინი გრიგოლის ძეები. გრიგოლის ძე გვარი არ არსებობდა ჰერეთში და კახეთში, გასო. აი ეს ჩვენ ამისთვის გამოგვადგა ტბელის ამ შემთხვევაში შენაწერი წმინდა გიორგის ხატის სახით. ჯერ ხატია ძვირფასი და ზე წარწერა კიდე ძვირფასეულობა საქართველოს. აი გავადიდოთ დავინახოთ როგორი ლამაზი ასომთავრული, ასეთ ლამაზ ასომთავრულს. ასომთავრულთან ორნამენტებით ორნამენტები ეს ნაჭედი არის წარმოიდგინეთ რა. და ძალიან რთული ტექნიკაა სხვათა შორის ვინც იცის ამის გაკეთება. ხო. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. კი ბატონო. ჩვენ აქ გვაქვს უკვე საუბარი აი ბაგრატიონების საგვარეულოზე თუ როგორი ისტორია გააჩნიათ მათ. მერვე საუკუნეში მოხდება არეულობა ბაგრატიონებს შორის ტაო-კლარჯეთში. იქიდან ორი ძმა ასამ, იგივე ასად და ვარზავარდი იქიდან წამოვლენ თუ გამოიქცევიან თუ როგორც მოხდება, ისინი გადმოდიან ხორნაბუჯში, გააგდებენ ხორნაბუჯიდან ირანელ, ანუ სპარს სამხედრო პირს, ვინც მართავდა იმ დროინდელ დედოფლის ხაროს, ანუ მაშინდელ ხორნაბუჯს და იქ დამკვიდრდებიან და იქ უკვე ეს ასათი და ვარზავარდი ამკვიდრებენ ბაგრატიონთა გვერდითი შტოის საერისთავოს. შემდეგ უკვე მე-11 საუკუნის დასაწყისამდე ეს საგვარეულო არ ჩანს, რას მოიმოქმედებდა მე-9 საუკუნეში, მე-10 საუკუნეში და შემდეგ უკვე სუმბად დავითის ძე ორჯერ აღვიწერს ვითარებას, რომ ჩვენ ვიცით რომ საქართველო გაერთიანდა ბაგრატ მესამის მიერ. ეს 1008 წელს მოხდება. 1014-ში ბაგრატ მესამე გარდაიცვლება. ისევ კახელები და ჰერები აუჯანყდებიან გაერთიანებული საქართველოს მეფეს, ვინც ბაგრატის შემდეგ უნდა ყოფილიყო და ისევ გამოეყოფიან და აი სუმბატი წერს რომ 1014-ში განდგა ქვეყანა ჰერეთისა და კახეთისა და ყოლად ეუფლნეს მათნი უფალნი, რომელთა პირველ აქ უნდა იგიო. რომელთაცო ჰერეთიო და კახეთიო ადრე ჰქონდათო ისევ ისინი განაგებნო ამ ჰერეთს და კახეთსო. ესე იგი აქ ამ დოკუმენტიდან ჩანს რომ აი ეს ბაგრატიონები ისევ ეუფლებიან სამეფოს სახით ჰერეთს. 1032 წელს წერია ასეთი რამ ისევ სუმბად დავითის ძესთან რომ ჰერეთის ამაჟამამდე შვილნი მათნი მთავრობენ მაშინაო. ესე იგი ჩვენ ხედავთ რომ მე-11 საუკუნის პირველ ნახევარშიც ისევ ბაგრატიონები აგრძელებენ მართვას. აი ამ პერიოდიდან მოყოლებული ვიდრე გრიგოლ პირველამდე ჩვენ ნახეთ შოთა საგვარეულოში პირველი მეფე ვინც არის გრიგოლ პირველი და მისი შვილები არიან ასათი და შოთა რომლებიც დავით აღმაშენებელს შეუერთდებიან და გაერთიანებენ საქართველოს, იქამდე აღარ ჩანს აი ეს საგვარეულოს ისტორია, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ისინი ხორნაბუჯში მკვიდრდებიან, მაგრამ შემდეგ დავით აღმაშენებლის დროს ისინი უკვე გიშში არიან. ამიტომ გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე და ჩვენ დავინახავთ ერთ საინტერესო მომენტს. გავადიდოთ და დავინახავთ რომ მერვე საუკუნეში გავადიდოთ თუ შეიძლება სლაიდი მერვე საუკუნეში გადმოსული ხორნაბუჯში მე-12 საუკუნეში ისინი აღმოჩნდებიან უკვე გიშში. მიზეზი არ ჩანს. ამ დროს ეთყობა უკვე ხორნაბუჯში კოლონკელიძეები არიან, ხოლო ბაგრატიონები გიშზე უფლებიან და ორი საკითხი შეიძლება ვთქვათ. ბატონო? განდევნეს. იქ შეიძლება გადანაწილება მოხდა რაღაცნაირი ისეთი, რომ კოლონკელიძეებმა დაიკავეს ხორნაბუჯი, ხოლო ბაგრატიონები გიშში გადადიან. გიში უკიდურესი საერისთავოა საქართველოსი, ეს ახლა აზერბაიჯანშია. ქურმუხსიქითაა კიდევ რო კახი და ქურმუხი უნდა გაიარო გიში რომ ჩახვიდე და იქ ეკლესია, ქართული ეკლესია, რატომღაც არ ხვევენ ალბანური არისო, ის ქართული ეკლესია და სწორედ იქ არის სავარაუდოდ მონათლული შოთა რუსთაველი და როგორც ბრძანეთ რომ ესე იგი ეს ჩვენი ისტორია იმდენი დეტალებისგან შედგება რომ ყველაფერის განხილვა გვიწევს ჩვენ პრაქტიკულად ამ ჩვენ გადაცემაში აი გიში გადასულები
სადაც შოთა დაიბადება და ალბათ მოინათლება კიდეც არიან სწორედ შოთა რუსთაველის საგვარეულო წარმომადგენლები. აქ ორი საკითხი გვაქვს, რომელიც გაურკვეველი იყო. რა მოხდა? რატომ გადადიან ხორნაბუჯიდან გიში, როგორ ხდება ჩვენ არ ვიცით და ასევე მეორე, ჩვენ როდესაც გავიარეთ საგვარეულო, იქ სამი სახელი გვხვდება ძირითადად. ეს არის გრიგოლი, ასათი, შოთა. გრიგოლი, ასათი, შოთა. გრიგოლი, ასათი, შოთა. მარტო ტბელია განსხვავებული და ტბელიც ჩვენ მოვყევით შოთას ძმა თუ რას წარმოადგენდა. აი გრიგოლის საკითხი გაურკვეველია. შოთა იგივეა შოტია, ბაგრატიონების საგვარეულოს სახელია. ასათი ბაგრატიონი რომ გადმოდის, იმის სახელი გრძელდება საგვარეულოში. წარმოუდგენელია რომ შოთა არ ყოფილიყო ბაგრატიონი. უკვე წარმოუდგენელი ხდება. ესე იგი ონომასტიკა გვეუბნება, რომ სამი სახელიდან ორი ბაგრატიონების საგვარეულოს კუთვნილი სახელია ჯერ კიდე მერვე საუკუნეში. აშოტიც მერვე საუკუნის არის პირველი მეფე საქართველოსი და ასათიც მისი გარებიძაშვილი. ვივარაუდოთ რომ მისი დიდი ბაბუის სახელი. აი შეება კიდევ ერთი კითხვა, გარდა ხორნაბუჯი გიშის ცვლილებისა, გრიგოლი საიდან გამოხდა? გრიგოლი ბაგრატიონების არ არის. ამიტომ აქ შემოდის კიდევ ერთი შესანიშნავი ვერსია, რომელიც ეკუთვნის ბატონ ლადო ჭელიძეს. ლადო ჭელიძე ეს არის მეგობარია, ძალიან ახლო. ძალიან ღირსეული ადამიანია, აი გუშინ რომ იყო ქართული ენის დღესასწაულის დღე, აი მაშინ ხელმოწერები რო შეგვდა, ერთ-ერთი ხელმომწერი ლადო ჭელიძეს გახლავთ, მაშინ 1000 უკვე 1000-ში გადავდივოდი 1978-ში მე კიდე იმ საუკუნეში მომიწვია ყოფნა ლადო ჭელიძემ აი უკანასკნელი შტატია რომელიც გამომიგზავნა იქ აღწერს რომ გრიგოლის სახელი საიდან არის დაკავშირებული ჰერეთთან მირიან მეფე ქართლის და საქართველოს ქრისტიანებელი შეიძლება რომ ვთქვათ მისი შვილი დაჩი მისი შემდეგ დაჩის მოყვება რევის დაუმკვიდრებენ რუსთავში ეს გახდება საუფლისწულო ეს მეორე ცოლისგან მოდიოდა ეს ხაზი მირიან მეფისგან და პირველი მეფისგან უკვე გორგასალამდე ამოდიოდა ეს მირიანის შტოები რომ ვთქვათ სწორედ ვახტანგ გორგასალი ამ რევის შთამომავლებს ბატონ დავითი ჩვენი გადაცემა მთავრდება მანიშნებენ ახლა უნდა დავტოვოთ ეთერი თუ შეიძლება ეს გადაცემა გავაგრძელოთ შემდეგ ოთხშაბათს დაანონსეთ რაზე შეიძლება რომ ვისაუბროთ ჩვენ დავიწყოთ გორგასალმა გრიგოლს რომ უბოძა ერისთავობა ჰერეთისა ამ ისტორიიდან რომელიც ეკუთვნის ლადო ჭელიძეს ამ შემთხვევაში დიდი მადლობა ჩვენ ასე გემშვიდობებით მომავალ ოთხშაბათამდე კარგად წანდებოდეთ